გამარჯობა, მე ვარ ნათია და ვაგრძელებთ ქართული ენის ვიდეო გაკვეთილებს. წინა გაკვეთილზე ჩვენ გავეცანით ქართულ ანბანს. დღეს კი ვისწავლით, როგორ იყოფა ეს ასობგერები ორ ძირითად ჯგუფად, ხმოვნებად და თანხმოვნებად. ეს ცოდნა დაგვეხმარება ტექსტის სწორად წაკითხვაში, გამოთქმასა და სიტყვების აგებაში. როგორც უკვე ვიცით, ქართულ ენაში არის 33 ასობგერა. აქედან 5 არის ხმოვანი. ეს ხმოვნებია ა, ე, ი, ო, უ. გავიმეოროთ ა, ე, ი, ო, უ. დანარჩენი 28 ასობგერა თანხმოვანია. ხმოვანი ასობგერა ქმნის მარცვალს. სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიც არის. მაგალითად, ავიღოთ სიტყვა დღე. როგორც ხედავთ, სიტყვაში ერთი ხმოვანია, შესაბამისად, ერთმარცვლიანია. სიტყვაში ღამე ორი ხმოვანია. ესე იგი, სიტყვა ორმარცვლიანია. ავიღოთ შემდეგი სიტყვა საღამო. საღამო. სიტყვა სამმარცვლიანია. ახლა კი გამოიცანით, რამდენი მარცვალი არის სიტყვაში მასწავლებელი. დაგვიწერეთ კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ქართული ანბანის ყველა ასობგერა და მათი ორი ძირითადი ჯგუფი, ხმოვნები და თანხმოვნები. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ უკვე შევძლებთ პირველი სიტყვების წაკითხვას და მარტივი წინადადებების აგებას, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.